გუშინ ბესომ გაახაროს ღმერთმა გამომიგზავნა ბესო გახლდათ ჩემი უბნელი მე ნუცუბიძეზე დავიბადე ქალაქ თბილისში ნუცუბიძის მესამე პლატო მეორე კვარტალი მესამე კორპუსი გამომიგზავნა აი ეს სურათები და იცით რას დავფიქრდი აი ამ სურათებში ვერ ვხედავ ეს გახლდით მე ეს გახლდათ უღვრთო ადამიანი მაშინ მე ღმერთის გზაზე არ დავდიოდი მაშინ მე ღმერთით არ დავდიოდი ამიტომ არ გახლდით ბედნიერი ახლა შეიძლება დაღლილი ვარ მაგრამ შეადარეთ ის სურათები და ახლა როგორ გამოვიყურები ცადა დედამიწა რაღაც ნეგატივით მოგდით ნეგატივი შავი რაღაცა სხვა აურა არის მაშინ 112-დან სავარაუდოდ ახალი მოსული ვარ 112-ში მუშაობდი იმიტომ ვარ ფორმით წარმოდგენილი და ტყუა ბესომ გადავიღოთ სურათები და ისე თქვა მინდა რა ვცხოვრობდი ტყუილში არასდროს არ მოატყუოთ საკუთარ თავს აი ერთი მაგალითი მინდა ავიღო ბოტოქს რო იკეთებენ ბოტოქსი რა არის აშეშებს და შიგნით დაბერება კანქვეშ დაბერება კვლავ გრძელდება ეს არის უდიდესი ტყუილი ანუ ისევ ნაოჭდებით ისე უბრალოდ დროებით ხდება გაშეშება გესმით ანუ ეს არის წარმოიდგინეთ აი დორიან გრეი რო აიხოთ ხო ლპებოდა რეალურად იმიტომ რომ შინაგანად ლპებოდა აი ნახატი როგორც დალპა და გაშეშებული ქონდა ეს გააშეშა ვიზუალი მაგრამ შიგნით ვერ გააშეშებ ვერავის ვერ მოატყუებ ვიზუალურად შეიძლება მოატყო მაგრამ მოვა დრო და ამოხეთქავს როგორც დორიან გრეიში აი ეს ლპობა მე მასში გადავიდა ხო ასე ბოტოქს რა დროდემდე მე გეტყობათ რა აი რაღაც გაშეშებული რადგან ხარ თოჯინებს კი არა პლასმასის ვიზუალით რატო არიან ბოტოქს ანუ შეურაცხყოფას არ გაყენებთ ეხლა სწორად გამიგეთ რა ნუ გესმით შეიძლება ვიღაცას ჩემი არაფერი არ მოსწონდეს მესმის და კარგი მე იმას არ ვამბობ რომ არ მომწონს მე ვამბობ რას ვხედავ და მაგიტომ არის აი მე პლასმასის თოჯინა რას ნიშნავს ეს პლასმასი ხო და მე იმიტომ არიან ესეთი ვიზუალით იმიტომ რომ რაც უფრო მეც იკეთებ იმიტომ გაშეშებული არის და მე ამოხეთქავს შიგნით თუ ამიტომ შინაგანად უნდა მოიწესრიგოთ ღმერთის გზაზე უნდა დაიაროთ თქვენი მისიის აღსრულების გზაზე უნდა დაიაროთ ღმერთით უნდა დაიაროთ შიგნით არის ის არის გარეთ აქ თუ ცუდად ხარ აქაც რა თქმა უნდა აისახება თუ არასწორად იკვებები აქ რა თქმა უნდა აისახება ყველაფერი აქ ნერვული დაბოლოებები აქ ყველაფერი აისახება ამიტომ დიარეთ ღმერთით იქნებით სიმშვიდეში და ზედმეტი ჩარევა აღარ დაგჭირდება ნახეთ აი სიტყვაც კი ჭირი ანუ საიდან მოვდივართ რომ სულ ყველაფერში ჭირი ერია ისეთი ნეგატიური ანეკდოტები გვაქვს ერთად აქედან მოვდივართ მოდი შევცვალოთ თხინი ყოველთვის გალხინდება ხوارს აღარ დაგჭირდება ამას ვცლი ხოლმე აღარ იქნება აუცილებელი იმიტომ რომ ყოველთვის გალხინდება ლხინში ვიქნებით მიყვარხართ მე თქვენ უპირობოდ მიყვარხართ ამ ის ვიდეო ისე მიყვარს ახლა რასაც დავორთავ ვაუ молодец მიყვარ სკოლისთვის იმზადები დიდი ამ დილაუდენი როგორ უკრავდე აბა კიდე დაგვიკარიდე ეს არის ჩემი რეალობა და მე ძალიან ბედნიერი ვარ იმ სახლში კიდევ კარგი დეიდა წამართვა რა მე მივეცი ამის უფლება გავყიდე იმიტომ რომ
დედაჩემს მოკლედ წილი ქონდა მისაცემი, ისე მოხდა ბაბუაჩემ ქუთაისის დირექტორი იყო ვლადიმერ ხოტივარი, რომ გარდაიცვალა, ჩამოვიდნენ საქართველოს, ესა თბილისში დები. ყველა ბინებ დედაჩემ ძალიან ბევრი ფული ქონდა და უნდა მიეცა წილი, ისე მოხდა რომ მე მეცნიერებს გაუჭირდათ, ვეღარ მისცა წილი და მოკლედ მე დავაბრუნე. მე გავისტუმრე ყველა ვალი. მე რა რო ახლა უსახლკარო ვარ. მართალი ვარ. ეს კიდე არის თავარი. რაც მაჩუქა, მე კი მითხრა გაჩუქეო, მაგრამ ადამიანი ხარბი არის. აი ხო. მე მადლიერი ვარ. უდიდესი ტკივილი და ნეგატივი დავტოვე იმ სახლში. წავედი აბა, პირობად მიყვარხეთ.